გოჯო ჯიუჯიტსუ კაისენის სამყაროში იყო ის, რაც გარფი უნდა ყოფილიყო One Piece-ის სამყაროში. ვიცი რომ უაზროდ და გაურკვევლად ჟღერს ჩემი ნათქვამი, მაგრამ აკიხსნით. გოჯო და გარფი არიან ერთ და იგივე ტიპის პერსონაჟები, ერთ და იგივე იდეოლოგიით, მაგრამ მათი მიდგომა არის განსხვავებული. თუმცა ერთი პრობლემის აღმოსამხვრევად თავის მაქსიმუმს აკეთებს, მეორე ფაქტობრივად არაფერს აკეთებს. გარფიც და გოჯოც არის ძალაუფლების სათავეში. ანუ არ არის უშუალოდ მმართველი, რომელიც ყველა გადაწყვეტილებას იღებს, მაგრამ მმართველობაში არიან მაღალ საფეხურზე. იმდანად მაღალ საფეხურზე და იმდანად დიდი ძალა და გავლენა აქვთ, რომ გადაწყვეტილების მიღება და რაღაც შეცვლა შეუძლიათ. ორივე პერსონაჟს, გოჯოსაც და გარფსაც არ მოსდევს კორუმპირებული სისტემა. ერთის მხრივ ჯიუჯიტსუ სორსორები, რომლებიც ბავშვებსაც კი ცოცხალ წირავენ და მეორეს მხრივ სელესტიალი დრაგონები, რომლებიც ყველა ქვეყანას იმონებენ და გასართობად ხოცავენ. ერთი შემთხვევაში გოჯო იყენებს მაგ შანსს და თავის ძალებს და გავლენას, რომ სისტემა შეიცვალოს, გარფი იქცევა ეგოისტურად. მხოლოდ თავის თავს აკეთებს. გარფი ერთადერთი რასაც აკეთებს, არის ის, რომ უარსებობს, რომ უფრო მაღალ თანამდებობაზე გადავიდეს. რაშიც ერთადერთი განსხვავება იყო ის, რომ უშუალოდ სელესტიალი დრაგონებისგან მოუწევდა ძალების მიღება. მაგრამ რომ დავფიქრდეთ, მაგ შემთხვევაში შეიძლება უფრო მეტი პოლიტიკური გავლენაც კი ქონოდა და უფრო მეტი შესაძლებლობა ქონოდა, რომ სისტემა შეეცვალა. მაგრამ მაგას არ აკეთებს. სხვაობით გოჯოსგან, რომელსაც ძალითაც კი შეუძლია პრობლემის აღმოფხვრა და შეუძლია ეს ჰაერაფები ჯიუჯიტსუ სორსორების სათავეში ვინც არიან, დახოცოს ყველა, მაგრამ მაგას არ აკეთებს. ირჩევს მშვიდობიან გზას, ცივილ გზას, რომ შემდგომი თაობა აღზარდოს სწორად. და ეს თაობა რომ ჩაანაცვლებს ძველ ჰაერებს, რომლებიც ბავშვების ცოცხალ შეწირვაზე წარიხევენ უკან. ამ უხუცესებს რომ ჩაანაცვლებენ, ამ ახალმა თაობამ მაინც შეცვალა სისტემა და სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ. არა მხოლოდ ფიზიკურად გაძლიერების შეხმარება, არამედ განათლებასაც აწვდის. განსხვავებით გარფისგან, რომელიც იმედს კიდევს შემდგომ თაობაში, რომ შემდგომი თაობა ჩაგვანაცვლებს და ის რაღაც შეცვლის, მაგრამ ამათ დასახმარებლად არაფერს არ აკეთებს. ერთადერთი შემდგომ თაობის მეზღვაურებს ასწავლის ბრძოლას, ძალის გამოყენებას, მაგრამ არა ჭკუის გამოყენებას და არა იმას, როგორ შეცვალოს სისტემა და არც უბიძგებს მაგისგან, რომ სისტემა შეცვალოს. მათი სწორხაზზე დაყენება შეუძლია, მაგრამ მაგას არ აკეთებს. ან უფრო მეტიც, როცა მის მაშვენ შექმნა რევოლუციური არმია და მსოფლიოზე იმხელა გავლენა ჰქონდა, როგორც ვთქვით, რომ ყველაზე დიდი გილდო უნდა ქონდეს და მაშინ მსოფლიოს მთავრობა მაგხელა საფრთხეს გადავს მაგაში, ანუ აშკარა რომ მაგის მხარეს გადასულიყო გარფი და თავის თანამდებობა დაეტოვა, აშკარა დიდი დახმარება იქნებოდა და დრაგონისთვის, რომ მსოფლიო მთავრობა ჩამოეყო და სისტემა შეეცვალა. ერთადერთი რაც გარფის პერსონაჟი გადაარჩენს, ამ შემთხვევაში არის ის, რომ აღმოჩნდეს, რომ რეალურად დრაგონს ეხმარებოდა და შეიძლება ინფორმაციას აწვდიდა, მაგრამ მაგას რომ აკეთებდეს, ფაქტია, რომ შემდგომი თაობა სწორ იდეალებზე რაღაცა.